ადამი წარმოადგენს მას, ვინც უნდა მოვიდეს მეორედ მოსულ ქრისტეს. მაშ ადამის ცოლი ევა ვის წარმოადგენს? ბუნებრივია, ევა წარმოადგენს მეორედ მოსული ქრისტეს ცოლს. მაშ რა როლი უნდა შეასრულოს ევამ? დაუწოდა ადამა თავის დედაკაცს სახელად ევა, რადგან ის უნდა გამხდარიყო დედა ყოველი ცოცხალისა. მხოლოდ ღმერთს შეუძლია სიცოცხლის მიცემა და სახელი ევა ნიშნავს ცოცხალს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლეს. ეს იმიტომ ხდება, რომ კაცობრიობა მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს ევა მეშვეობით, რომელიც გამოჩნდება უკანასკნელ დღეებში. ქრისტე ანსანხონ გვასწავლა, რომ უკანასკნელი ევა, რომელიც სულიწმიდის ხანაში ქრისტეს ცოლად გვევლინება, განასახიერებს დედა ღმერთს. მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა პირუტყვი და გარეული ცხოველები და შექმნა ადამი და ევა ყველაზე ბოლოს. ბიბლია ამბობს, რომ ადამი იყო მომავალი ნიმუში. ასევე ნათქვამია, რომ პირველი ადამი იყო მიწის მტვრისგან და უკანასკნელი ადამი ზეციდან. გამოცხადების 22 თავში, მუხლი 17, ბოლო ადამსა და ევას ეწოდება სული და პატარძალი. ქრისტე ანსანხონ გვასწავლა, რომ ადამი და ევა, რომლებიც შეიქმნა შაბათის წინ და მიიღეს უფლებამოსილება ყველა ცხოველზე მმართველობის, ემსახურებიან წინასწარმეტყველებას სულისა და პატარძლის შესახებ. სული და სასლო ამბობენ, მოდი, გამგონემაც თქვას, მოდი. წყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. ზემოხსენებული წინასწარმეტყველება გვიჩვენებს, რომ იესო, მეორე ადამი, რომელიც მოვიდა 1900 წლის წინ, კვლავ ხორციელად მოვა უკანასკნელ დღეებში და ყველას, მათ შორის ცხოველებს გაუძღვება. ქრისტე ანსანხონ გვასწავლა, რომ წმინდანები, რომლებიც გადარჩებიან, არიან ცხოველები, ხოლო სული და პატარძალი, რომლებიც არიან მხსნელნი, არიან ადამი და ევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოლო ევა არის ეციური დედა, რომელიც ჩვენი მხსნელია. ღმერთმა შექმნა ცოცხალი არსებები, პირუტყვი, გარეული ცხოველები და ადამი და ევა უკანასკნელად. ადამი მომვლის ნიმუშია. ბოლო ადამი და ევა განასახიერებენ სულსა და პატარძალს. ბოლო დღეს სული და პატარძალი გამოჩნდებიან და წარმართავენ ყველა ცხოველს. გთხოვთ, მიიღოთ სიცოცხლის წყალი სულისა და პატარძლისგან, ადამი და ევა, რომლებიც გამოჩნდნენ სულიწმიდის ბოლო ხანაში და ისიამოვნეთ მარადიული სიცოცხლის კურთხევით.